ძალიან კარგად მახსოვს 10 აგვისტო პარლამენტში. როცა მოლოდინი იყო, რომ სააკაშვილი შემოვა, სიტყვას წარმოთქვამს, გადის დრო, არ მოდის სააკაშვილი, მოდის ინფორმაცია, უწმინდესი ურეკავს, ყურნას არიღებს, სადღაც ბუნკერში გადაიმალა იმ თავის იმაში რეზიდენციაში. პატრიარქის ილია მეორის ზარსაც არ პასუხობდა სააკაშვილი? არა, არიღებდა ყურნას. ეთყობა ისეთ მდგომარეობაში იყო. და ამ მდგომარეობაში დავით ბაქრაძე გამოდის და კითხულობს მის მიმართვას, რომელსაც მე ხალხში დანებით და ჩანგლებით უწოდეს. კი ბატონო. იმ მიმართვაში ამბობს რას, რომ გადმოგცემთ საქართველოს პრეზიდენტის აი ამ მიმართვას ქართულ ხალხს, რომ ახლა როცა მტერი შემოდის ყველა მხრიდან საქართველოში, დავდგეთ ერთად, უდრეკად და ჩვენთვის ანუ ყველა მისაწვდომი საშუალებით აღვდექით წინ მტერს. ეხლა რა არის მართლა საციხო და სასამართლო ამბავი. სააკაშვილი არის ხედართავარი შერეღებული ძალებისა, რომელიც ძალებიც აღარ არიან კონტაქტში მტერთან. დაშორიშორება მოხდა. ბრძოლა არ წარმოებს. შენ თუ კიდე ბრძოლაზე ფიქრობ, შენ უნდა მიმართო შენს ჯარს, გასცებ ბრძანებას, ბატალიონებია, ტექნიკა, რაზე ლაპარაკი რომ აეხლა საბოლოო ბრძოლა არა ხალხს. რატომ იცით? აი 9-ში რომ მოვიდა ხერი რომ მოაწერა, უკვე 9-ში საღამოს წავიდა ეს ხმა, მიშან თქვა, ახლა რუსები რაც მეც დავიხოცავენ ხალხს მით უკეთესი. სააკაშვილის გათვლა იყო იმაზე, ეხლა რომ ჟლეტა დაიწყოს და რუსებმა ბევრგან მოკლან ადამიანები, ეს გასაღდება მსოფლიოში უკვე როგორც მასშტაბური დანაშაული, მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა და რაღაცა და აი წაიშლება ის რომ ჩახმახს მან გამოჰკრა ხელი. ბაქრაძის ტექსტი რომ მოსახლეობას მიმართა, ამაზეა გათვლილი. გათვლილია იმაზე, რომ კი შემოდიან ფოთში, სხვაგან შემოდიან ზუგდიდში, სენაკში და სხვაგან, ეგებ სადმე მოხდეს სამშვიდობო მოსახლეობასთან პირდაპირ შეჯახება. ეგებ დაიღუპოს ხალხი. ეგებ ცხელთავიანი ვიღაცა გამოდგეს და ამან გამოიწვიოს უკვე რუსეთის ჯარის რეაქცია. არ მოხდა არსად. გურში მუშაობს პრეს-ცენტრი, ამას ბევრი ადამიანი შეესწრო და გაბაშვილს მიყავს გოკას. და არიან გოკა გაბაშვილი ხელმძღვანელობდა მედია ცენტრს. მედია ცენტრს. სავსე ეს დარბაზი ბევრი ფეხზე დგას, მიკროფონებია ყველაფერი და გვერდით დგას გიორგი კარბელაშვილი. და გაბაშვილი ამბობს, რომ ნუ გეშინიათ, აქ რუსის ჯარი ვერ შემოვა, არაფერი არ მოხდება, ჩვენ ყველანი ვჩებით და მუშაობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას ამბობს. და კარბელაშვილი უყურებს მას. რეებს ლაპარაკობ გოკა თქვა. კარბელაშვილმა, შენ რეებს ლაპარაკობ. შენ ეს ხალხი უნდა გაწირო? ვინც არიან? ესე. და ამ დროს გოკა ეუბნება, კაცო, ხო თქვა მიშამ, რაც მეტი დაიღუპება, მით უკეთესი. ეს გორის პრეზიდენტის ერთ-ერთი სიმღერა გვერდით იდგნენ. მომიყვა მაშინ. და მაშინ კი ხელი კარბელაშვილმა ეს მიკროფონი წაართვა და თქვა, ხალხო თქვა, არ ვიცი როდის შემოვლენეს რუსები, მაგრამ აი ეს არაკაცი აქედან რომ გაიქცევა, აი ამას რომ დაინახავთ, აი ეს არის ნიშანი რუსები შემოდიან. და იმ კაცმა მითხრა, კაი კაცმა რომ ერთ ნახევარსაათში მართლა რომ ბოლი აოვიდა შავი გოკა გაბაშვილის ჯიპის ბორბლებსო, მივხვდით რომ შემოდიან და შემოვიდნენ კიდევაც.